ვინც ხელმძღვანელობდა ამ სადამშილო ოპერაციებს ქართველი ერის წინააღმდეგ, არავინ არ დასჯილა და უფრო მეტიც. ხშირ შემთხვევაში თავად ამ სადამშილო ოპერაციების მონაწილე ადამიანები ან უკვე მათი შთამომავლობა, ისეთი მაგალითად როგორც არის ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, მისი მამა, შემდეგ მისი შვილი და ესე შთამომავლობით იქნა დასმული ქართული საზოგადოების კისერზე, რაღაც გარეძალის ჩარევით და დღემდე სამწუხაროდ შვილები აგრძელებენ მამის აი ესეთ უღირს საქციელს. უბრალოდ რომ იცოდეთ თქვენ რა ადამიანები გესაუბრებიან და ვინ გესაუბრებათ თქვენ საქართველოს მომავალზე და საქართველოს ისტორიაზე და მოვლენების 90-იანი წლების მოვლენების შეფასებაზე რომ იცოდეთ, აი ეს ადამიანები არიან იგივე ხაინდრავა